ივანიშვილი დაალაგებულ ქვეყანაში აქამდე სად იყო? რუსებმა გამოგზავნეს, არ გვინდა და იმიტომ მოვედი. სააკაშვილის ამდენი ხნის შრომას წყალში უგდებს ეს ხალხი. ეგრეა, ივანიშვილი არ მინდა ხალხი, ხო შეიძლება რომ გამოსვლენ. ნაციონალი ვარ, რა თქმა უნდა. თქვენი ფაქტიურობთ ალბათ. ჩვენი ფაქტიურობ, რა თქმა უნდა, ჩემით, ეს არის ჩემი, ჩემი მოსაზრება და ჩემი თამაშობით, რომ მე არავისგან მოგზავნილი არა ვარ, როგორც ხვები. რა თქმა უნდა, მიშას ფანი ვარ. ეს კამერა გაწმე, გაიგე? რო იღებ და კამერას რო იღებ, მიდი და სასწრაფოდ გამოვყარო. ჩვენა უკმაყოფილები არათუ მოვიდნენ ეს ხალხი. რატომ ჩვენა ძალიან კარგათა ვართ 1 საათია. ძროხები იკარგებოდა საქონელი. ქურდობა იყო, მამაძაბლობა იყო და ეხლა სიწყნარაში ვართ და კარგათა ვართ ძალიან. ეს ტყუილები ჩვენ აღარ გვინდა, მორჩა. რასაც გვირდებიან თავანთი იყოს. ჩვენ გვინდა ახალი სულყველაფერი. ახალი ცხოვრება. აი ამ ახალგაზრდობას გადახედა. აი ეს ამბავი, ეს უნდა ჩვენ დავივიწყოთ. უნდა ახალი ცხოვრება დავიწყოთ. აი ეს გვინდა. ყველა ადამიანი, რომელიც დღეს შეგროვდა, ზოგი ესე ფიქრობს, ზოგი ესე ფიქრობს, მაგრამ თავარი უნდა გაიგო რა. თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი შვილები უნდა იყვნენ, ამაშია მთელი ჩვენი პოლიტიკის არსი. ეს არის ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი, ზოგის და, ზოგის ცოლი. არ ვიცი, რატო აქტიურობენ, ალბათ ეს არის ზემოდან დავალებული, რომ ჩაიშალოს ჩვენი შეხვედრები, მაგრამ ხალხში რამხელა მუხტია, ხალხს უჭირს ხალხო. ეს არის სინამდვილე, ეს არის რეალობა. 3-4 კაცის ძახილი ამას ვერ შეაჩერებს, რაც ჩვენ დაწყებული გვაქვს, რაც ამ ხალხის ნება, ამ ხალხის სურვილია. ჩვენ ყველას გვინდა ერთიანი, ძლიერი, სამართლიანი, დასაქმებული საქართველო გქონდეს და ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ ოქტომბერში.